თემზე გეპატიჟებით, მეგობრებო, მით უმეტეს ასტროლოგიური პროგნოზის დრო დადგა ჩვენს ეთერში. როგორი იქნება კვირის პროგნოზი ასტროლოგიური თვალსაზრისით თითეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, რა ცვლილებებს და ემოციურ ფონს უნდა ველოდოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ საქვე 2 აპრილს სავსე მთვარეობისას. მოკლედ ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვეტყვის დეტალურად ახლა პროგნოზს. მოგესალმები პირველ რიგში, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და კი ბატონო ზურას ვეთანხმები იმაში, რომ ამ თემის ირგვლივ და თქვენი მისამართად დიდია ხოლმე ინტერესი შესაბამისად, მოდი ჩვენ ძვირფას თეატრ დრო არ დავკარგოთ და შევუდგეთ საქმეს. როგორი ასტროლოგიური კვირა გველის. ესე იგი, პირველი რეალური ციკლის დასაწყისი ახლახანს მოხდა, ანუ 20 მარტს დაიწყო ახალი წელი რეალურად, ახალი ციკლი დაიწყეს და პირველი სავსემთვარეობა, რაც ეს ახალი წელი დაიწყეთ მოკლედ, შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ენერგიის სტარტის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავსემთვარეობა გვაქვს. სხვა შორის პოზიტიურია, მინდა ვთქვა ამ გარკვეული ქაოსიდან გამომდინარე, რომელიც ამ კოსმიური მოვლენებზე სხვა ისახება ხოლმე ხო როგორც ვიცით რაც ზევით ხდება იგივე ხდება ქვევით. თუმცა მიუხედავად ამისა შედარებით ჰარმონიული ესეთი სავსემთვარეობა გვაქვს, იმიტომ რომ სავსემთვარეობა არის ამჯერად სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სასწორი ეს არის ვენერას პირმშო, ვენერა ვიცით რომ არის სიყვარულის, ჰარმონიის, ესე დიპლომატიის პლანეტა. ქალბატონების, ანუ ქალბატონები ვართ ვენერა და მამაკაცია მარსიდან, კი. ჩვეული იყო ვენერასთვის ეს აღარ ვიცოდი. ვენერა დიპლომატია. სწორედ აქედან მოდის ეს გამოთქმა, რომ მამაკაცი, ანუ კისერი და ყელი არის ქალი და საითაც ანუ ეს დიპლომატიაზე, ზუსტად ეს ვენერას ხრიკებზე და ვენერას ეს მოქნილობაზეა საუბარი ამ შემთხვევაში. ხო, ჰარმონიულია როგორც თქვი და გამოვარჩევ იქიდან გამომდინარე, მე ვისაუბროთ უკვე რატომ და როგორ და თვითონ სასწორი ზოდიაქოს ნიშანზე. ახლა დავიწყოთ კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნები, როგორც თქვენ მითხარით. დავიწყოთ ცეცხლოვანი ვერძით, იმიტომ რომ გავითვალისწინოთ, რომ სასწორი ზოდიაქოს ნიშანში კი არის სავსემთვარეობა, მაგრამ ღერძი ზოგადად სავსემთვარეობა ეს არის პროცესი, როდესაც ორი მნათობი ერთმანეთის საპირისპირო მდგომარეობაშია. შესაბამისად, ვერძის და სასწორის თემებში გვაქვს სიახლეები და კულმინაცია, როგორც ესეთი, ამ ღერძზე ხდება. ეს არის პარტნიორობის ღერძი. შესაბამისად, ჰაერში ჰავა ზოგადად და განწყობა, პირად სასიყვარულო თემა პარტნიორობა, ეს არის განსაკუთრებით აქცენტირებული თემა. დავიწყოთ ვერძით, როგორც უკვე აღნიშნა და ვერძის თემაში განსაკუთრებით გამოვარჩევდი პარტნიორულ საკითხებს, პარტნიორობა დაწყებული პირად სასიყვარულო, დამთავრებული ბიზნეს, საქმიანობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასევე აღნიშნავ, რომ ვერძების ცხოვრებაში შეიძლება სიახლე იყოს, როგორც პირად სასიყვარულო პარტნიორი, ასევე ცხოვრების ახალი პარტნიორი, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად სახლში ახალშობილი. ასე რომ ნებისმიერი ახალი ადამიანების კუთხით ვერძები მოკლედ კარგ ამბავში არიან. ერთადერთი განსხვავებით სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან გამოვყოფდი ვერძის სასწორის კირჩხიბის და თხისკის ზოდიაქოს ნიშნებს იმ გაგებით, რომ ცოტა უფრო მეტი დისციპლინა მართებთ, რო არ გაიფანტონ, რო არ გადაიწვან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რაღაცებში გადამეტების ალბათობა დიდი არის. გადავედით კუროს ზოდიაქოს ნიშანში და კუროს ზოდიაქოს ნიშანთან ხდება ძირითადად სიახლე და კარგი სიახლე ვფიქრობ იქნება ის, რომ ხანგრძლივად მიმდინარე ჯანმრთელობის რაღაც გარკვეული პრობლემები შეიძლება ჩაიხუროს. საერთოდ ნახეთ სავსემთვარეობის ციკლი ზოგადად ცნობილია იმით, რომ ამ ციკლის დროს იხურება ხოლმე რაღაც გარკვეული თემები, ეს არის გარკვეულწილად შედეგების მიღების, შედეგების დადების პერიოდი. შესაბამისად, კუროებს კარგი ამბავი შეიძლება კონდეთ ის, რომ რაღაც ხანგრძლივად მიმდინარე გარკვეული პრობლემებიდან გათავისუფლდნენ. ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეული რუტინული დროის გადაწყობის კუთხით, რაღაც ახალი ტაიმ მენეჯმენტის, ახალი გადაწყობა. კუროებს ცოტა ამ კუთხით უჭირს ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, რეჟიმი და ეს ცხოვრების დაჩქარება ზოგადად ყველაფრის საკეთკენ მივყავართ და კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ. ტყუპებისთვის კარგი პერიოდია ძალიან, მინდა აღვნიშნოთ. ტყუპებისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, შეიძლება აღვნიშნოთ. პირად სასიყვარულო თემა, შემოქმედებითი პოტენციალი, სიახლეები, საერთოდ ურჩევდი ტყუპებს, რომ ყველაფერს მიუდგნენ შემოქმედებითად. მათ შემთხვევაში გარკვეულწილად არ გაიფანტონ, იმიტომ რომ ტყუპებსაც მიდრეკილება აქვთ, რომ
ერთადერთი არა, რამდენიმე საქმე აკეთონ ხოლმე ერთდროულად და მე შეიძლება ეს გარკვეული საქმეები მოუგვარებელიც დარჩათ. ერთადერთი ამას მიაქციონ ყურადღება, სხვა მხრივ თუ მეწყვილი არ ყავთ, ის დრო არის, რომ მიაქციონ ყურადღება ამ სფეროს და აუცილებლად ფორტუნა ამ კუთხით თქვენკენ. ტყუპების მისამართი. კი, ამ შემთხვევაში კი. გადავედით ტყუპებიდან კირჩხიბის ხო, ტყუპებზე კიდე გამოვყოფდით, ტყუპებისთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აპრილი არის სწორედ ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, იმიტომ რომ ურანი, გარკვეული სტრეს პლანეტა და მოულოდნელობების პლანეტა ხანგრძლივი დროის მერე კუროს ზოდიაქოს ნიშნიდან გადაინაცვლებს სწორედ აპრილის ბოლო რიცხვებში უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და ტყუპები უნდა მოემზადონ, იმიტომ რომ ისედაც ჰაერისტიკია და მით უმეტეს ურანიანული ენერგიებით იმდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება გახდეს ზოგადად ტყუპების სფეროებიც ეს სწავლა, განათლება, ტრანსპორტი და ასე შემდეგ და მით უმეტეს ტყუპების ცხოვრებაში ძალიან არაპროგნოზირებადი მოვლენები შეიძლება განვითარდეს და მოკლედ მოემზადონ. არაპროგნოზირებადი როგორ გავიგოთ? აი, ვერანაირად რო ვერ გათვლი, ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ცხოვრებას ორივეში. გააჩნია ხა როგორ გადაწყვეტილებებს როგორ წარმართავთ ჩვენს ცხოვრებას, როგორ ვანაწილებთ ზოგადად საქმეებს და ტყუპები ისედაც არ უჭირს ეს არაპროგნოზირებადობა და მით უმეტეს ახლა შეიძლება ძალიან პროგრესის კუთხით ძალიან კარგი იქნება ვფიქრობ ზოგადად გლობალურად როგორც საინფორმაციო წრეებში იგივე თქვენ სფეროში მაგალითად ტელერადიო ჟურნალისტიკა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით იმართება შესაბამისად რაღაცებში შეიძლება ძალიან დიდი გარდაქმნები და აი ეს ნახტომი ძალიან დიდი იყოს იმიტომ რომ ურანი ზუსტად ეს ნახტომების პლანეტა არის და ნუ უარყოფითი კუთხით აი ზუსტად ის შოკური გადაწყვეტილებები და არასტანდარტული რაღაცები შეიძლება მოხდეს რომელიც ძალიან ბევრს ესე სტუპორის და რაღაც შოკის მდგომარეობაში გააჩერებს ხო გააჩნია ისევ და ისევ თვითონ ინდივიდუალურადაც და ზოგადად გლობალურადაც გადავედით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და კირჩხიბები ისედაც ეს სახლის თემა ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე ამათი დევიზია ხო და ესეთი პერიოდი აქვთ ზუსტად ამ ციხესიმაგრეში გარკვეული ცვლილებები აქვე მოვიკითხავ დედაჩემს რომელიც ისევ რემონტშია ხო და რემონტთან დაკავშირებული ახალი ბინის ცვლა თუნდაც ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევდი კირჩხიბების შემთხვევაში საოჯახო ბიზნესებს ამ პერიოდში იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგად განვითარდეს ამ ერთი თვის განმავლობაში და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქმიანობას იმიტომ რომ ეს ის პერიოდია როცა თქვენი დროა მოკლედ ეს ვენერა და გარკვეულწილად ფორტუნა ყველა ზოდიაქოს ნიშანს რაღაცა კუთხით ესე აჯილდოვებს თუმცა გადაწყვეტილებების კუთხით იგივე ცოტა სტრესული შეიძლება იყოს თავიდანვე აღნიშნა რომ რაღაც სირთულეების კუთხით იმდენად არიან ჩართულები ამ პროცესებში გარკვეულ პროცესებში რომ ცოტა რთული შეიძლება იყოს მაგრამ ძალიან ნაყოფიერი ლომებისთვის, ნუ სამეფო ნიშანს მინდა მოუწოდო და უთხრა, რომ რა თქმა უნდა, ვერცთან ერთად ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა ხომზე, როგორც უკვე აღნიშნეთ და ეს მისი კოსმიური მოძმე არის ლომიც და მშვილდოსანიც შესაბამისად ფრთებს შლიან. მაქსიმალურად კომუნიკაბელურები, ახალი საქმეები, ახალი საბუთები. ყველა ლომს ვურჩევ, რომელსაც აქამდე არ აქვს აღებული მართვის მოწმობა, გარკვეული ტრენინგები, კურსები, რომელიც ძალიან უნდოდა და ვერ გაიარა, ან არ გაიარა და მუდმივად ქონდა ზუსტად ახლა არის ამის შესაფერისი დრო, იმიტომ რომ ისიც გავითვალისწინოთ, რომ რეტროგრადულობა დასრულდა, ცის კაბედონზე არის იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, როცა ყველა პლანეტა დირექტული, ანუ სწორად მოძრაობს და ესეთი პერიოდები აუცილებლად გამოსაყენებელია. შესაბამისად, ახალი ნაცნობობაც, სხვათა შორის გავლენიან წრეებთან დაკავშირებაც, იგივე ფინანსურ საკითხებთან თუ აინტერესებთ რაღაც ფინანსები, რაღაც ბიზნეს პროექტები თუ ზოგიერთი ლომისთვის აქტუალურია, ვურჩევდი ციფრულ სამყაროს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგი პერიოდია დაძმასთან, ნათესავებთან ურთიერთობების დასალაგებლად, ნუ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ხარვეზები და პრობლემები უკვე იყოს. მოკლედ შესანიშნავი პერიოდი ყოფილა. თავარია როგორ გამოვიყენებთ ისედაც მშვენიერი გადამეტებას თუ არ ჩავთვლით, რაღაცების დარეგულირება მეტად საჭირო არის, ყველასთვის რაღაც მშვენიერი ელფერი აქვს ამ პერიოდს. დიპლომატიით ჩვენ შეგვიძლია ყველაზე კრიზისული სიტუაციებიც გადავწყვიტოთ და ამ მომენტს მინდა მივაქციოთ გლობალური კუთხითაც, იმიტომ რომ ის დაძაბული მომენტები, რაც ეხლა მსოფლიოში უგულისხმობ, ეხლა ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გამოიყენოს რავი გონიერმა ადამიანმა და რაღაცები უფრო დიპლომატიურ ჭრილში მშვიდობიანობისკენ წაიყვანოს. გადავედით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანზე, ქალწულებმა და თევზებმა ამოისუნთქეს, ისევ აღნიშნავ, ხშირად არის ხოლმე კითხვები და მაინც თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ. ნამდვილად ჩაიხურა ის დიდი ციკლი, რომელიც უკავშირდება
უკავშირდებოდა სატურნის საკმაოდ რთულ გამოცდებს. ამიტომ ნელ-ნელა უკვე იგრძნობენ გაუმჯობესებას და პირველი და ყველაზე კარგი დრო ქალწულებისთვის აღნიშნავ, რომ ეს არის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. აუცილებლად იზრუნონ ამაზე. არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთს კრედიტებიც დაჭირდეს, ბანკების დახმარებაც, მაგრამ კაპიტალდაბანდებები, ფინანსური საკითხები, განსაკუთრებით ამ თვის პირველი ნახევარი არის აპრილის პირველ ნახევარს გულისხმობ, არის ძალიან მომგებიანი და გონივრული გამარჯვებით შეიძლება გამართლებული იყოს კი. არ გამოვრიცხავ რაღაც საჩუქრებიც მიიღონ ცხოვრებისგან თუნდაც ოღონდ მატერიალური. ეს კარგია. ძალიან კარგი, ესე იგი, როდესაც მივყევით, თითქმის ყველას როგორც აღნიშნეთ, მეტნაკლებად პოზიტიური. რომ აი ზომიერება და განსაკუთრებით ახლა, იმიტომ რომ მზესთან მთვარეს სიმბოლურად რო ავიღოთ ეს ორი მნათობი, ხო? გარკვეული ესეთი არასასიამოვნო ურთიერთობა აქვს ცისკაბადონზე დიდ პლანეტა იუპიტერთან, რომელმაც შეიძლება აი ეს გადამეტების თემები მოგვიტანოს ნებისმიერ საკითხში და აი აქ უნდა ვიყოთ ცოტა ჭკვიანად. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. ცისკაბადონიდან ცოტა ხნით ჩამოვიდეთ ქვემოთ, რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა ჩვენ. რეკლამის შემდეგ კურიერცი ხილავს ასევე დღის მნიშვნელოვან სიახლეებს გავეცნობით. რა თქმა უნდა და ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ყველა ის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არ გამგვიხილავს, აუცილებლად დეტალურად გვექნება დრო იმისთვის, რომ ყველაფერი გაგვაგებინოს კეთილად. მიზეზი გაქვთ, რატომაც უნდა დაგველათეთ. ესე იგი, გადავედით, ისე გემრიელად საუბრობდით, სასწორზე უნდა გადავიდეთ. სასწორები არიან კულმინატორები, ანუ სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია სწორედ სავსემთვარეობა. ანუ სცენაზე არიან სასწორები, ამის თქმა მინდა. სასწორი ჰაერისტიკის წარმომადგენელია, არის ყველაზე ნარნარა, ისეთი კომუნიკაციებიც ძალიან უყვარს და პრინციპში ყველა სფეროში ახლა არის მისთვის, აი სცენაზე დგას კორო ვიძახი ესეთი პერიოდი, იმიტომ რომ დაწყებული პირად სასიყვარულო თემა, კარიერა, ყველგან მოკლედ არ შეიზღუდოთ თავი ტიპიურმა სასწორებმა, ვინც ცოტა მეტი იცით ასტროლოგიაში და გაქვთ ესე გამოხატული სასწორის ზოდიაქოს ნიშანი, პირად რუკაში აუცილებლად უნდა იაქტიუროთ, იმიტომ რომ ახლა არის ძალიან მოკლედ სამყარო თქვენკენაა. დაწყებული პირად სასიყვარულო თემით, ფინანსები, კარიერა, საოჯახო თემები, ახალი ნაცნობობა სხვათა შორის და უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, რომ არ გადაიწვათ ამ სოციალურ და თუნდაც საქმიან ასპარეზზე და კიდევ ერთი რჩევა მექნება დამატებით გადაწყვეტილებების მიღების და შედეგების დადების კუთხით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ამიტომ არ გაუშვან ხელიდან სასწორებმა განსაკუთრებით და ცოტა უჭირთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ მიიღეს, ხო, ეს არის უკვე განაჩენი, ასე ვთქვათ, არ წავლენ ამ განაჩენის მიღმა არც ერთ ვარიანტში. ამიტომ აი ეხლა ცოტა შეიძლება ნევროზულობამ თავი იჩინოს, ცოტა ეს აიწონა მდგომარეობის გამო, თუმცა არ დაყაროთ ფარხმალი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ და მე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. ინტუიცია რამდენად სწორად მუშაობს ასეთ შემთხვევაში, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაძლოა არასწორ მხარეს გააკეთონ ეს. აი, ინტუიციურად სასწორების შემთხვევაში თუ ზოგადად. სასწორების შემთხვევაში სასწორებზე მინდა ვისაუბროთ ცოტა მეტი, იმიტომ რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს ეს თემა ზოგადად. მაშინ მე დავუბრუნდეთ, როდესაც მოვჩებით უკვე ყველა ნიშანს. ძალიან წარმოიდგინე ზურა, იმდენად საინტერესო ნიშანია სასწორი. 12 ზოდიაქოს ნიშანში ერთადერთია, რომელიც გამოხატულია უსულო საგნით. მაგრამ ამაშია ზუსტად მისი კოსმიური ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ამიტომ ამ თემას ჯობია მივუბრუნდეთ. კი ბატონო. გადავედით მორიალის ზოდიაქოს. ფიქრია სასწორებს, ჩემ დედიკოს. მორიალის ზოდიაქოს ნიშანი და მორიალის ზოდიაქოს ნიშნისთვის პრინციპში პერიოდი ცუდი არ არის, ოღონდ არააქტიურობის კუთხით. აქ მნიშვნელოვანი არის მე-12 ასტროლოგიური სახლი არის მორიალების შემთხვევაში დატვირთული და მე-12 ასტროლოგიური სახლი ეს არის იზოლაციის თემა, ეს არის შინაგანი მედიტატიური მდგომარეობა, ეს არის შიგნით გარკვეული ტრანსფორმაციული პროცესები, რომელიც მორიელებს ისედაც არ ეტყობათ ხოლმე გარეგნულად. განსაკუთრებით ახლა მორიელის უბრალოდ დამატებით მინდა ვურჩიო ყველა მორიელს, რადგან შედეგების დადების კუთხით ყველაზე სასურველი პერიოდია, როგორც ვთქვით, სავსემთვარეობა, იმ მორიელებს, რომელსაც აქვთ გარკვეული ფობიები, რაღაც გარკვეული მავნე ჩვევები, უნდათ რომ რაღაცები დაასრულონ, რომ აი თავის ცხოვრებიდან გაისტუმრონ, ხო?
ბრწყინვალე პერიოდი ამ კუთხით. შინაგანი ტრანსფორმაციული კუთხით, აქ იქვე მინდა გითხრათ, რომ ისევ და ისევ უკავშირდება ეს ყველაფერი სწორი არჩევანის გაკეთებას. ანუ რა მინდა და მორიელებს არ უჭერთ ამისა. ის სასწორის მერე უკვე მოდის მორიელი, რომელსაც ფაქტიურად სასწორებმა უნდა ისწავლონ მორიელისგან აი ეს გადაწყვეტილების დროული გაკეთება. ტყუილა არ მართავდნენ ხო მორიელები, მთავარსარდლები არ იყვნენ და ჯარებს და დიდ მასებს ასე ვთქვათ. ამიტომ აი მორიელი საკმაოდ კარგად და სწრაფად ნებისყოფა აქ არ ნახული და მე მეეჭვება რომ რამე თუნდაც შენ ვიცი რომ მორიელი ხარ რაღაც მოინდომო და არ გააკეთო ზღაპარია ეგ. ამიტომ მორიელებო ამ კუთხით მიაქციეთ ყურადღება მოკლედ თქვენ ცხოვრებაში თუ რამე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული თემები არის სწორი არჩევანი გააკეთეს და დანარჩენი ყველაფერი სწორად წავა. გადავედით მშვილდოსნებზე, ყველაზე პოზიტიურები, ყველაზე ცეცხლოვანები ასევე და მშვილდოსნებსაც მშვენიერი პერიოდი აქვთ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვთ, მინდა ვთქვა და აქაც უბრალოდ გარკვეული ზომიერება და საზღვრები იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ფაქტიურად სექსუალურობა, მიზიდულობა, გავლენიანი ადამიანები თქვენ მხარეს არიან მშვილდოსნებო, ანუ ყველა სფეროში თუ არსებობს მშვილდოსანი, რომელიც იტყვის რომ ამ პერიოდში თავს კარგად ვერ გრძნობს, ესე იგი ეს ტიპიური მშვილდოსანი არ არის და ცოტა სხვა ნიშნების გავლენა აქვს, ხო? ყველაფერი კარგად არის, მოკლედ და განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში ასტროლოგია, სხვა დღისქებისთვისაც კარგი ასტროლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება, აუცილებლად გამოიყენეთ გაჯეტები, თანამედროვე ტექნოლოგიები, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრით კონკურენტუნარიანიც გახდებით და უფრო მეტადაც წინ წახვალთ საქმიანობაში. ხო, გადავედით თხის რქებზე. თხის რქებისთვის ერთ-ერთი რთული პერიოდია, მაგრამ კარიერულად ყველაზე მეტად თხის რქა ზუსტად ამ ბარიერების გადალახვით კმაყოფილდება და მით უმეტეს, როცა საქმე ეხება კარიერას, სტატუსს და ესეთ ნაყოფიერ რაღაც დიდ შედეგია მწვერვალების დაპყრობას, ხო? აი ესეთი პერიოდი აქვს პრინციპში თხის რქებს. ზუსტად ვიცი, რომ ყურებს ამ პერიოდში ნამდვილად არ ჩამოყრიან, ისეთი ტენდენცია არის უბრალოდ. უბრალოდ ცოტა მეტი ყურადღება გაამახვილონ ემოციებზე, გრძნობებზე, თანაცხოვრებაში ვიღაც ეყოლებათ ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელსაც შეიძლება ძალიან მოაკლათ მათი ყურადღება ამ საქმიან პაექრობაში. მოკლედ ისე გადავარდნენ და გადაერთონ ამ სფეროში. საკმაოდ მომგებიანი პერიოდია და გამოიყენონ აუცილებლად. აქვე შევახსენებდი განსაკუთრებით თხის რქებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელსაც უახლოეს პერიოდში უნდათ რომ რაღაც მნიშვნელოვანი ან კაპიტალდაბანდებები ან რაღაც მნიშვნელოვანი კომპანიის გახსნა ან რაღაც მნიშვნელოვანი დაგეგმონ. და ინვესტიციის გახორციელება. ახლაც კარგი პერიოდია, მაგრამ განსაკუთრებით დაელოდონ მაის-ივნისის ზონას, იმიტომ რომ აქ არის არნახული გარკვეული დღეები. ჩემ გვერდზე ომნიაზე შეგიძლიათ კონკრეტულად მე ნახოთ ზოგადად, როდის არის ამის გამოთვლა ინდივიდუალურად ხდება, მაგრამ ზოგადად შეიძლება რომ ნახოს ადამიანმა და მაის-ივნისში 12 წელიწადში ერთხელ გვაქვს ესეთი პერიოდები, მოკლედ და ყველას ურჩევ რომ აი ეს ოქროს წუთი დაიჭირონ. ემოციები ზოგადად თხის რქები ესეთი ძალიან ემოციური ადამიანები არ არიან როგორც ვიცი. პირიქით. არიან? არა, ემოციები მათი სფერო არ არის. არ არის თქო და სწორად აღნიშნე. და ახლა ეს პერიოდია, როდესაც ემოციურები ხდება. უნდა გამოხატონ, იმიტომ რომ თხის რქა ისედაც თხის რქულ გარემოშია. ამ შემთხვევაში მიხვდი, ანუ უფრო კარიერა და ეს ყველაფერი და იმდენად რაციონალური შეიძლება გახდეს, რომ იქ ყურადღების მიღმა დარჩეს და გული ატკინოს ადამიანებს. რა ვიცი, თხის რქები ვინც არიან, ან გავლენა ვისაც აქვთ, მიმიხვდებიან ას გულისხმობ, მე მაგალითად მაქვს გავლენა და საქმეში იმდენად რაციონალური და იმდენად ხუმრობ ხოლმე სტალინივით ხვდებით ხო, რომ შეიძლება გული ვატკინო ადამიანებს, როდესაც აბსოლუტურად არ მქონია განზრახვა მსგავსი. შესაბამისად, აი ეს აქვს გასათვალისწინებელი. ყურადღება მიაქციან ურთიერთობებს და სენტიმენტებს და ემოციებს. ემოციებიც დაიტოვონ და აუცილებლად. და სხვათა შორის სტატუსის კუთხით შეიძლება მნიშვნელოვანი მოხდეს მათ ცხოვრებაში, თუ ქონდათ ამის საფუძველი, აი შეიძლება ერთობ თითქოს მოულოდნელად შეიძლება ოჯახის შექმნა, უკვე მარხვებით რო ჩაივლის. შეიძლება რაღაც დააწინაურონ. აი ეს ეფექტი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად ისეთი თემები, სადაც შრომა აქვს ჩადებული და ძალისხმევა. ესე ლანგარზე მირთმეული არ იქნება. გადავედით მერწყულებზე. კი, შრომა უყვართ.
და იერარქიული ესე თქვი შრომა. მერწყულებზე მერწყულები არიან რახან ცის კაბადონზე ცეცხლის და ჰაერის სტიქია მძვინვარებს მერწყულები არიან ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები სხვა შორის მერწყულიც ერთ-ერთი გამორჩეული 12-დან ერთადერთია რომელსაც გამოხატავს ადამიანი და უსულო საგანი სხვა ესეთი ნიშანი არ გვაქვს ხო 4 განსხვავებული ნიშანი გონიათ ხოლმე რომ წყლის სტიქიის წარმომადგენელი მაგასაც საინტერესო ისტორია აქვს მაგრამ ეს სხვა გადაცემის თემა სხვა დროს კი ხო და მერწყულებისთვის მშვენიერი პერიოდია განსაკუთრებით მერწყულებს ურჩევდი რომელსაც აქვს გარკვეული საქმიანი პროექტები გარკვეული საქმეები უცხოეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად შეიძლება წარიმართოს სხვა მხრივ თავგადასავლებისთვის უცხოეთის მონახულებისთვის მივლინებები უცხოელებთან ურთიერთობა თანამშრომლობა ნებისმიერი კუთხით მომგებიანია. უფრო მეცაც გეტყვით კიდევ, პირად სასიყვარულო თემაში შეიძლება ზოგიერთი მერწყული წავიდეს, ვთქვათ, მივლინების და იქედან აღმოჩნდეს, რომ შეიძლება ქართველიც იყოს და უცხოეთში გაიცნოს თავის მეწყვილე, ან შეიძლება, რადგან ესეთი სიყვარულის ელფერია, თვითონ უცხოელი აღმოჩნდეს ვიღაც, მაგალითად, მისი პარტნიორი პერსპექტივაში უკვე, ხო? ამიტომ აი ესეთი პერიპეტიები შეიძლება იყოს მერწყულის ცხოვრებაში, თან თავგადასავლები, თან საქმე და თან ესეთი სასიამოვნო. ანუ უცხოელი მერწყული ჩამოვიდეს საქართველოში. ესე შეიძლება, თავისუფლად. ოღონდ საქმიან გარემოში უფრო გადაიკვეთებიან სავარაუდოდ. ახლა თევზებზე გადავიდეთ და ჩავხუროთ ბარემეს 12-ვე ნიშანი თევზებისთვის. როგორი პერიოდია, იცით, აი მორიელებს და თევზებს მორიელებისთვის რა პროგნოზით გავაკეთე, რაღაცა მსგავსება აქვთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თევზები ხურავს ციკლს და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ აი ტრანსფორმაციული პროცესები სხვა შეიძლება ბანკთან დაკავშირებული იყოს, კრედიტებთან, ალიმენტებთან, აი ეს ყველაფერი უნდა ჩაიხუროს. თევზებს ურჩევდი მაინც სენტიმენტალური ნიშანი არის და უფრო მეოცნებიც არის და უფრო სენსიტიურია, ყველაფერს ძალიან მძაფრად აღიქვავს და აი ამას ურჩევდი, რომ ძალიან მძაფრად აი ამ კუდის მომენტს კრიზისული კუდის მომენტი შეიძლება იყოს. ნუ აღიქვავს, იმიტომ რომ მალე გაცილებით უფრო მრავალ ფერებში დაინახავენ ყველაფერს და გაცილებით უფრო გემრიელი იქნება, მოკლედ, ყველაფერი, თუნდაც ის სამომავლო გეგმები, რომელსაც მალე უკვე სამყარო მათთვის გამოავლენს. ეხლა რამდენიმე წუთი ხო გვაქვს? გვაქვს რამდენიმე წუთი რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სასწორის და სამცენთვაროობის თემაზე. პირველი, როგორც კი პირველ რიცხვში დაბნელდება, დაღამდება, უკვე შეგვიძლია დავმუხტოთ და დამუხტო რას ნიშნავს. ამ ციკლში, როდესაც სისრულე, ენერგეტიკული სისრული ამ ზედა მთვარე ერთ სრულ ციკლს ქმნიან, დიდი ენერგიები რო წარმოიქმნება, ხოლმე ამ ენერგიებს ვიყენებთ იმისთვის, რომ დავმუხტოთ წყალი, მინერალური ქვები, თილისმები და რატო? იმიტომ რომ ამ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს აქვს მაკურნებელი ძალა. ისედაც ცნობილია, რომ ადამიანებს სამყაროს აქვს თავის ბიორითმები, ხო? აი ამ ბიორითმებიდან გამომდინარე, პიკზეა ენერგია სამყაროში და აი ამ ენერგიას ვიყენებთ იმისთვის, რომ მაგალითად დავმუხტოთ წყალი, მე ეს წყალი დავლიოთ და გავგვაჯანსაღებს. გამოვიყენოთ მინერალური ქვები. როგორ მუხტავთ? დავდგავთ მთვარეზე, არ აქვს მნიშვნელობა ჩანს თუ არა მთვარე, მთავარია ცის ქვეშ, ხო? ან ფანჯრის რაფაზე დავდგათ და ეს უკვე თავის ძალას ორში თუ როდის? პირველი რო დაღამდება დილის 6 საათსა და 11 წუთამდე, ორ რიცხვში 6 საათსა და 11 წუთზე გვაქვს სავსემთვარეობის პიკი. ახლა პიკი რახან სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, უფრო სასპირად სასიყვარულო თემაზე აქვს გავლენა, როგორც უკვე აღვნიშნე და სასწორზე მინდა რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. სასწორი არის ვენერას პირმშო, როგორც უკვე აღვნიშნე და ხშირად მიაწერენ ხოლმე სასწორს, რომ ეს არის სიყვარულის სიმბოლო. სასწორი სიყვარულის სიმბოლო არ არის. გავითვალისწინოთ, რომ სასწორის სიმბოლოა გული, თილისმად შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი თვის განმავლობაში უკვე განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს პირად ცხოვრებაში გარკვეული სიახლეები, მშვენიერი იქნება თუ ამ სავსემთვარეობაზე თან ჩაუთქვამენ რაღაცას, ხო? პირად თემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეფექტური იქნება. ეხლა რაც შეეხება სასწორს. სასწორი არის კოსმიური უმაღლესი სამართლიანობის სიმბოლო. და რატო? ძველ ეგვიპტურ წყაროებს რო გადავხედოთ, იქ არის ერთი ღვთაება ანუბისი, მიცვალებულთა სამყაროს ღვთაება არის, რომელიც ნახეთ რა საინტერესო ფენომენია, აი პარალელი რო გავაკეთოთ რეინკარნაციის ჭრილთან. ანუბის უჭირავს სასწორი. და რატო არის სასწორის სიმბოლო სამართლიანობის სიმბოლო? ანუბის უჭირავს სასწორი ერთ პინაზე მოთავსებულია გარდაცვლილი ადამიანის გული, სიმბოლურად ეს აღნიშნავდა მის სამშვენელს, ანუ სულს. მეორე პინაზე არის ბუმბული. ბუმბული ეს იყო სიმბოლო, არის სიმბოლო ჭეშმარიტებისა. თუ ეს გული გადაწონიდა ბუმბულს, მაშინ ადამიანს მეორედ დაბადების უფლება არ ქონდა.
ნახეთ რა საინტერესოა და სასწორი ნახეთ საბოლოო ჯამში ეს არის ინსტრუმენტი რომელიც ჩვენს მატერიალურ სამყაროში კანონზომიერება, სამართლიანობის კანონზომიერებას იცავს. სიმბოლურადაც ხომ ასია, ანუ წონასწორობის მდგომარეობაში ცდილობს ხოლმე მუდმივად მოსვლას და ყველაზე კარგი პარალელი პარტნიორობის თემასთან, იმიტომ რომ სასწორი განასახიერებს პარტნიორობის თემას. სწორედ იმიტომ არის აქტუალური ამ სავსე მთვარეობაზე პარტნიორობის თემები ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ არის რომ ზუსტად ეს პინების მდგომარეობა არის ორი ადამიანის ცხოვრება და ბალანსი, კი ბატონო და ის არჩევანიც და ყველაფერიც და აიწონა დაიწონა ხომ გინახავთ ბუნებაში. შესაბამისად, პირად ურთიერთობაშიც აი ეს მინდა კარგად დაინახონ თითოეულმა ადამიანმა. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გული წვდება ერთმანეთზე, როდესაც გული გტკივა, მაგრამ სასწორის ერთი პინა რა დოზითაც ზევით არის აწეული, ზუსტად იგივე დოზით არის ქვევით დაწეული. ანუ ეს არის ქიმიური რეაქცია ფაქტიურად ორ ადამიანს შორის და როდესაც ერთს გული ტკივა, ჩათვალეთ რომ მეორეს თავსაც ზუსტად იგივე ხდება. ამიტომ სასწორი განასახიერებს ზუსტად ამ პარტნიორობის თემაში გარკვეულწილად კოსმიურ სამართლიანობასაც და ტყვილა ერთმანეთს არავინ არ ხვდებით. ამის თქმა დაწეული რომელიც არის იმას მეტად ტკივა ხოლმე იცი რა დაწეული რომელიც არის იმას მეტად ტკივა ხო თორე გააჩნია როგორ შევხედავთ კი აბსოლუტურად ვეთანხმები ზურას იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვერ გაიგებ თუნდაც მიტოვების შემთხვევაში როდესაც აი რომეო და ჯულიეტას და უფრო მტკივნეული სცენარები ხო ეს სინდრომიც ქვია სინდრომიც დაარქვეს ეს სასიყვარულო გატეხილი გულის სინდრომი ხო ვერ გაიგებ ანუ მიტოვებისას რომელს უფრო ტკივა ვინც მიატოვა თუ ვინც მიატოვეს როგორ ფიქრობთ? ამიტომ ვინც მიატოვეს ალბათ მაინც ხო, ცოტა სადაუარი ეგ, მაგრამ მოდი ახლა მაინც იქიდან გამომდინარე რომ ალბათ ადამიანზე და პიროვნებაზეც არის ეს დამოკიდებული, იმიტომ რომ მინახავს გადაწყვეტილებები, როდესაც საერთოდ არ აღელვებთ ხოლმე მეორე მხარეს შესაბამისად, ხო, ალბათ მაინც ინდივიდუალურია ყველა ისტორია და ყველა ადამიანი. მადლობა თქვენ და რადგან ეს სასიყვარულო განწყობა არის კოსმოსში, მინდა ყველას გისურვოთ სიყვარული და ჰარმონია, კი. და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა პოზიტიური გზავნილებისთვის ეს ძალიან კარგად მოქმედებს ხოლმე თითოეულ ადამიანზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველას შესანიშნავი პერიოდი გექნებათ.